კი, რომელმაც ელექტრომობილზე 2%-იანი სესხი უნდა მისცეს კომპანიებს, რომელიც აკეთებს ტაქსის კომპანია რო კეთდება. ამიტომ ძალიან დიდ საყვედურს ვეუბნები აზიის განვითარების ბანკს, იმიტომ რომ მათ მარტო აინტერესებს თვითონ რომ გამდიდრდნენ, თუ არა და ხალხს რაღაც ხელი შეუწყონ. თქვენ ხო გიწერიათ პირდაპირ საბუთში რომ თუ იქნება ელექტრომობილი, მიეცით 2%-ში. ეს ეწერია მთელ სოფლიოში და თქვენ რა გჭირთ ვერ ხვდები. ამიტომ ცოტა ხელი შეწყობა უნდა ამ ტაქსის მძღოლებს და მე რო ვიყო მე ორშაბათს რომ მოვიდე ორშაბათს სამშაბათს ესე იქნება დამერწმუნდეთ იმიტომ რომ ეს პირდაპირ გიწერია თქვენ რომ უნდა დაეხმაროთ ხალხს მარტო ის კი არ არის ბანკს მისცეს ფული და მე გააპროცენტონ 15%-ად და 20-ად აი მოდი შეხედეთ ეს უშუალოდ არის პირადად ჩემი ავტომობილი დღეს უკვე დავამთავროთ ამის რაღაცები გავუკეთეთ როგორია კოტე რა სიტყვი აი ჩაანაცვლა თუ არა ყველა კამრი და მოიწიე დავждეთ და ყველას დღეს აინტერესებს ერთი რამ ეს დაჯექით ბიჭებო უყურე კოტე დათო ზვიადი მერაბი ხვალიდან ძალიან ბევრი მომხმარებელი მოვა და ჩვენ ამ ავტომობილს მივცემთ 600 კილომეტრიანს რომელსაც ყველაფერი აქვს 610 კილომეტრს გადის ამ ავტომობილს ჩვენ მივცემთ დაახლოებით 19900-ად აი ამ ფაში ელექტრომობილი ესეთი საქართველოში კი არა მთელი თვითონ ჩინეთში ღირს თვითონ ჩინეთში $35000 ღირს უყურე როგორ არის ეს არის ჩინეთის სახელმწიფოს გაკეთებული ავტომობილი და მე გეუბნებით 5 წელიწადში ბიჭებო 5 წელიწადში საქართველოში კი არა ნახევარ სოფლიოზე მეტში მხოლოდ ჩინეთში აწყობილი მანქანა იქნება ეს ავტომობილები რომელსაც ჩვენ ხედავთ BYD ორი დიდი ქარხანა გაკეთდა თურქეთში აი ახლა უკვე ორი დიდი ქარხანა გააკეთდა მერაბი თურქეთში წარმოიდგინე და თურქეთში მთლიანად არის 70-80 ავტოქარხანა ჩვენ მაინც გავაკეთებთ ერთ ავტოქარხანას და ორს ახლა კიდე რისი თქმა მინდა ბიჭებო ჩვენ გვყავს ეს ავტომობილი 460 კილომეტრიანი რომელიც ღირს 16900